მე-12 კლასის მოსწავლე სამოქალაქო კლუბ ავტოპორტრეტის წევრი. და ტრენინგი დავიწყოთ გაცნობით, მარტივად სახელი გვარი, საიდან ვართ, ასაკი და რა გვიყვარს ყველაზე მეტად. დამხმარე რომ არ იყოს და ვეცადოთ დავიმახსოვროთ ერთმანეთის სახელები. გაჩვენებთ მაგალითს. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, მე ვარ ლონდა მაჭარაშვილი, 17 წლის აჯჯენის სკოლიდან. ძალიან მიყვარს კითხვა და ესპანეთის ნაკრები. რამთაზე დინძე სოფელ ურავალის 15 წლის და მიყვარს ძალიან წერვა. ლამარა გოგსაძე 13 წლის. მიყვარს სეირნობა. გიორგი ჯარაშვილი 16 წლის ქალაქ ახალციხიდან მიყვარს ისტორია. გიორგი ხვალაძე ახალციხიდან 17, მალე 17 წლის მიყვარს ხვის ნერვების აშლა. ნესტან გიკოშვილი უდიდან პრობლემა? მიყვარს მუსიკა. თამარ მერაბიშვილი უდიდან მიყვარს მუსიკა. პიტერ არნაშვილი უდიდან 15 წლის მიყვარს ძალიან ცეკვა. ნინო ჯავშვილი ურავიდან 15 წლის მიყვარს ფეხბურთი. ლელა პეტაშვილი უდიდან 16 წლის მიყვარს კალათბურთი და მუსიკა. სალომე ყურმაშვილი 16 წლის ახალციხიდან მიყვარს პინგ-პონგი. გია მაქანდარაშვილი 17 წლის მეგაპოლის ადიგეიდან მიყვარს როკი. მარიკა მაჭარაშვილი 16 წლის ადიგეიდან მიყვარს ხალხი. ანა ბარბაკაძე ადიგეიდან 16 წლის მიყვარს ისტორია და მუსიკა. ვასო ინასარიძე ანავის საჯარო სკოლიდან მიყვარს კომპიუტერი. ვინჯერტერი 16 წლის ადიგეიდან მიყვარს მუსიკა და მე ვარ პატა ტიმოშვილი 16 წლის ახალციხის როშტე საჯარო სკოლიდან. მე-11 კლასში ვარ. კალათბურთი. მე ვარ დათო მაქანდარაშვილი ადგენის საჯარო სკოლიდან 15 წლის მიყვარს კალათბურთი, რეგბი და როკ-მუსიკა. მე ვარ გიორგი აფრიამაშვილი ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლიდან და მიყვარს ზოგადად სპორტი. რა დავწეროთ მიქაი ვარ ლაშქრობა გიორგი სუნუაპორტეს. წავიდოთ რა წერია. ეს არის სამოქალაქო აქტივობის, ესე იგი აქტივობის სხვა პირობები, რომლის შესრულების მიხედვითაც იქნებით აქტიური მოქალაქეები. ეხლა აქ რამდენიმე პუნქტია ჩამოთვლილი, სულ 14 პუნქტია ჩამოთვლილი. თქვენ გადაიკითხეთ, შეარჩიეთ და მითხარით ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ იყო აქტიური მოქალაქე და განვიხილოთ ყველა ცალ-ცალკე, ანუ თითოეულმა თქვით თითოეული პირობა იმისთვის, რომ ხოლოდ ერთი თუ შეგიძლიათ მეორეს თქვათ, ერთმანეთთან შეიძლება იყოს განპირობებული. შეგვიძლიათ დავთხოვთ, თუ გაქვთ ვინმეს, ვინ დაიწყებთ? შეგვიძლიათ გადაიწყოთ. უნდა განვიხილოთ. მიწერა მიწასწავლეს. თვლი რომ იმისთვის რომ იყო აქტიური მოქალაქე, აუცილებლად უნდა დაიწყო მოხალისე ორგანიზაციებში აქტივობა. ორია. არტიკულა. აუ გადაჭდა. პუნქტი მითხარი მე რომ ჩემი აზრით იმისთვის რომ ვიყო კარგი მოქალაქე, აუცილებელია ყოველთვის დაემორჩილო კანონებზე. შეიძლება შევეცნააღმდეგო. ვიყო აქტიური მოქალაქე, პირველ რიგში უნდა მიიღო მონაწილეობაში არჩევნებში, იმიტომ რომ მაგ შეგვიძლია პარლამენტის შეესწავლოს, არამედ შეიქმნა მოქალაქეების გამოვაკლება. მეორე იყო აქტიური მოხალისე ორგანიზაციებში. შემდეგ მეორე იყო აქტიური მოხალისე ორგანიზაციებში. შესახებ რომლის მოწოდებით შეიძლება. მე ვფიქრობ, მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. კი, მე სამაგიეროდ ხარ დაუჭირო შენი რეკორდს. ეცადო გაიგო სხვა ადამიანების შეხედულებების მიზეზები, პატივის ცესხვის აზრის. თვალი ადენო თავრობის ქმედებას, იმიტომ რომ ძალიან აუცილებელია, რადგან შენი არჩეული დაინახო რომ იყო აქტიური პოლიტიკაში. იყო აქტიური მოხალისე ორგანიზაციებში. არა, ამის რაებს მიკეთე, რა, ვიღავი ესა. ყოველთვის დაემორჩილო კანონებსა და წესებს. საბოლოოდ ყველა შევთანხმდით, რომ არიან ძირითადი შეტყობები, რომლის შესრულება აუცილებელია იმისთვის, რომ იყო აქტიური მოქალაქე. ეხლა ბაშო უშუალოდ გადავიდეთ თემაზე ტრენინგის. ნახეთ, ჩამოთვლილია პუნქტებით ხოლმე რეაქციად. ბრატმა, სანამ დავიწყებდეთ, გადავიდოდეთ გენდერზე. ვინმეს თუ ანუ რა წარმოდგენა გაქვთ გენდერის შესახებ, გენდერულ თანასწორობაზე? გისმენთ? ესე იგი, გენდერულ თანასწორობა ჩემი აზრით არის ქალისა და მამაკაცის თანასწორობები და ასევე მოვაკლებიც.
ხვალავს გვაქვს სხვა აზრი. შეგვიძლია დავფიქროთ რა ვფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ რომ არ არის ეს გენდერი საჭირო, იმიტომ რომ საჭირო არის არა ეს ქალი შექმნა კაცის ხორცისგან და მას უგზავნა რომ დაემორჩილე კაცო და არა თანასწორი იყავ. აი კაცი თუ გაითვლებს რომ შენ 24 საათი იმუშაო რაღაცები გააკეთო და მოდით ბაშო რაღაცა ეხლა რომ ვითაოთ ამ საკითხზე ბაშო ტრენინგის მიმდინარეობის განმავლობაში შეიძლება დღეები ახალი რამ გავიგოთ რაც არ ვიცოდით ამიტომ ჯერ მოვიცინოთ ტრენინგი და შემდეგ გამოვთქვათ რამდენიმე წუთი მოსაზრებები გენდერთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით ან პირველი პუნქტი რა არის გენდერი მე თქვენ მოგყვებით იმის შესახებ თუ რა არის გენდერი და უფრო მყარად მეცნიერულ მოსაზრებებს გაგაცნობთ ამის შესახებ. თანამედროვე სოციალური მეცნიერებები გენდერსა და სქესს ერთმანეთისგან განასხვავებენ. ტრადიციულად სქესი გულისხმობს ადამიანის ანატომიურ ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, რომლის საფუძველზეც ადამიანები იყოფიან ქალებად და კაცებად. სქესი ანუ ადამიანის ბიოლოგიური თავისებურება არის ქალისა და კაცის როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სოციალური განსხვავებების საფუძველი. კონკრეტულად გენდერი არის ინგლისური ენიდან გავრცელებული ტერმინი, ამ სიტყვას ორმაგი დატვირთვა აქვს, გულისხმობს ბიოლოგიურ სქესს და ასევე სქესის სოციალურ მნიშვნელობას, რომელიც განიხილება როგორც საზოგადოების სოციალური სტრუქტურის ერთ-ერთი განზომილება და რომლისთვისაც შესაბამისად დამახასიათებელია ცვლილებები დროსა და სივრცეში. გენდერული თანასწორობა ხა. თანასწორობა ადამიანის უფლებათა დაცვის მთავარი პრინციპია, რომელსაც ეფუძნება უფლებათა დაცვის ნებისმიერი ინსტრუმენტი. გენდერული თანასწორობა ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანაბარ მონაწილეობას, როგორც საზოგადოებრივ, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში. ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ორივე სქესის წარმომადგენელთათვის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და დასაქმებისათვის თანაბარი პირობების შექმნას. გენდერული თანასწორობა გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ ქალი საქართველოში აღიარებს, რომ გამხდარა მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ქალთა 34% კი ქმრის მიერ ცოლისცემას გარკვეულ შემთხვევაში დასაშვებადაც კი მიიჩნევს. ქალთა 50% ფიქრობს, რომ ცოლი ქმარს უნდა უჯერედეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ არ ეთანხმება. ჩვენთან ძალადობა ხდება, იმიტომ რომ ძალადობის მიმართ არის მაღალი მიმღებლობა და გაცხადებული პროტესტი ჯერ არც ინდივიდუალურად და არც კოლექტიურ დონეზე არ არის. კვლევა ქმრის სარპატიორის მიერ ქალის კონტროლის სხვა ფორმებზე ამოხდებს ყურადღებას. კერძოდ, ქალთა 11%-ს მაგალითად ქმრის ნებართვა სჭირდება ექიმთან წასასვლელად. ქალთა 29%-ს კი იმის გამო, რომ ქმარი უწოდებს საკუთარ მშობლებთან ურთიერთობა არ აქვს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენთან ძალადობა ხდება, იმიტომ რომ ძალადობას მიმართ არის მაღალი მიმღებლობა და განცხადებული პროტესტი ჯერ არც ინდივიდუალურად და არც კოლექტიურ დონეზე არ არის. ანუ ლოიალურები ვართ ძალადობის